მზისა და საშენი მასალის მრეწველობაში რესურს-ეფექტური და სუფთა წარმოების სახელმძღვანელოს წარდგინება ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციისა და სუფთა წარმოების სადემონსტრატიო პროექტის ინიციატივით შედგა. გამოცემა ევროკავშირის რეგიონული პროგრამის ფარგლებში მომზადდა. წიგნი პირველ ეტაპზე ინგლისურად გამოიცემა, შემდეგ კი ქართულ ენაზე დაიბეჭდება. ღონისძიებას ქართულ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ. გარემოს დაცვის გაუმჯობესება და ამ გზით მწვანე ეკონომიკური განვითარების პრაქტიკაში დანერგვა. ამ თემაზე შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს. ჩვენ მივდივართ თითქმის ამ პროექტის დასასრულს და გვაქვს უკვე გარკვეული შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ აღმოვაჩინეთ საქართველოს სამრეწველო სექტორში საკმაოდ დიდი პოტენციალი იმისა, რომ იქნას დაზოგილი ენერგორესურსები, სხვა რესურსები, როგორიც არის ნედლეული, წყალი და ასე შემდეგ, შემცირდეს გარემოზე მავნეზე მოქმედება და ამავე დროს საწარმოებმა ნახონ ფინანსური მოგება იმ ღონისძიებებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საწარმოებს. ჩვენ ამ 3 წლის განმავლობაში შევედით 50-მდე საწარმოში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოში, თბილისში, რუსთავში, კასპში, ქუთაისში, კახეთის რეგიონში და გარკვეული სურათი გვაქვს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის მრეწველობაში. ეს ღონისძიებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე განვითარების დანერგვისკენ არის მიმართული. აღნიშნული ინიციატივა საწარმოების ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა. მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს არა მარტო გარემოს დაცვას, არამედ მომგებიანია მათთვის ეკონომიკურადაც.